მოგესალმებით, ეთერშია გურია TV, მე თამთედოლიძე ვარ და დღეს წარმოგიდგენთ პოლიტიკურ დებატებს 2025, რომელიც დაკავშირებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება წელს საქართველოში და დღეს ჩვენი სტუმრები გახლავთ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ამ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და რომლებიც ოზურგეთში არიან დარეგისტრირებული, ყავთ კანდიდატები და პარტიული სიები აქვს წარდგენილი ოზურგეთში. მე წარმოგიდგენთ მათ ბატონი მინდია კეჭაღმაწე, პატრიოტ ალიანსის სის პირველი ნომერი ოზურგეთში, ბატონი ალექსანდრე მენაბდე, პარტია გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ოზურგეთში და ბატონი გიორგი ბოლქვაძე, პარტია ლელო ძლიერი საქართველოს პარტიული სიის მეორე ნომერი. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ამ დაძაბული საარჩევნო კამპანიისას და ხარ დღეს ჩვენს გვერდით ჩვენი მაყურებლის პირისპირ. იქამდე ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა მაყურებელს უთხრა რომ ოზურგეთში სულ დარეგისტრირებულია 5 პოლიტიკური პარტია და ცხადია ჩვენ შეთავაზება გქონდა 5-ვე მათგანთან გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ორმა ქართულ მოუწნებამ, დემოკრატიულმა საქართველომ და კონსერვატორებმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. იქამდე ვიდრე დავიწყებდეთ, მე თქვენ ისევ გაგაცნობთ ფორმატს და ასევე მაყურებელიც მოისმეს, რომ გვაქვს ერთი და იგივე შეკითხვა თითოეული თქვენგანისთვის თავისი თანაბარი დროით. რაც შეეხება პირველ სტუმარს, პირველი სტუმრის ვინაობა გადაწყდა ტრადიციული კენჭისყრით, შემთხვევითობის პრინციპით და ეს გახლავთ ბატონი მინდია კეჭაღმაძე, რომელთანაც დავსვამ პირველ შეკითხვას და თითოეული შეკითხვისთვის გექნებათ 2 წუთი დრო იმისთვის, რომ უპასუხოთ. და პირველი კითხვა არის ცხადია ყველაზე ლოგიკური, როგორ გონიათ თქვენს პარტიას და პირადად თქვენ რომელი პრობლემაა დღეს ყველაზე მწვავე ოზურგეთში და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მისი გადაჭრა? მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩემს ოზურგეთელებს. მე ყველა მეცნობს ოზურგეთში, იმიტომ რომ დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ ჩართული და ეხლა გახლავართ პატრიოტ ალიანსის სიის პირველი ნომერი, ამავდროულად ვარ სოფელ მერიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და მინდა ვიყო ჩემი სოფლის ხმა ქალაქის საკრებულოში, ოზურგეთის საკრებულოში. უპირველესი პრობლემა, რაც შემეკითხეთ, დღეს მთავარი პრობლემა არის მაინც სოციალური პრობლემა ხალხისთვის, იმიტომ მე რო ხედავ, სადაც დავდივარ, მოვდივარ და ხვდები ადამიანებს, ძალიან დიდი გაჭირვებაა დღეს ოზურგეთში და ასე იყო მუდამ ყოველთვის. და ვფიქრობ, რომ ეს სოციალური პრობლემა რო გადაიჭრას ოზურგეთში, აქ უნდა გაკეთდეს ან საწარმოები, ან დასაქმების ისეთი ცენტრები, აი რაიონი უნდა გაცოცხლდეს ფაქტიურად, რომ აქ ინვესტიციები ჩაიდოს და ხალხმა იმუშაოს, ხელფასი კონდეს ღირსეული. ასევე ის მიწები, რომლებიც სოფლებში გლეხებს აქვთ, ის უნდა დამუშავდეს, უნდა მიეხმარონ ხელისუფლება, იმიტომ რომ გავერანებულია ფაქტიურად მთელი ფართობები, აი რაც იყო ფართობები, აბსოლუტურად ჩემი სოფლის ფართობები, იქ ადამიანი ფიზიკურად ვერ შედის, ტყეთარი გადაქცეული ყველაფერი და ეს მარტო ხალხის ბრალი არ არის, იმიტომ რომ იქ სათანადო გზა უნდა შევიდეს, იქ სათანადო წყალი უნდა იყოს, რაღაც ელემენტარული პირობა, რომ ადამიანმა შეძლოს იქ მივიდეს ტრანსპორტი და დაამუშავოს თავიანთი ფართობები. მე ვფიქრობ, რომ თუ გლეხი მიწას დაუბრუნდება, თუ რაიონს ახალგაზრდები დაუბრუნდება, აქ გაიხსნება ისეთი ცენტრები, საგანმანათლებლო ცენტრები, ფაბრიკა, ქარხნები, რაღაც ამუშავდება წვენების ქარხნები, რაიონში გადაიჭრება სოციალური პრობლემები და ხალხი ფეხზე დადგება რა. ღირსეული ხელფასია საჭირო ამისთვის მათთვის და ის არ იქნება დამოკიდებული სოციალური მასზე, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სიტუაცია რაიონს რო უყურებ, ჯერ მარტო უბრალოდ ახალგაზრდები მენანება რა, ისეთ დღეში არიან, უმუშევრად არიან. კი ბატონო. ესე იგი რამ ათასობით ადამიანი დამოკიდებული არის 1000. კი, ამ თემაზე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენ რა მოიწურა პირველ ეტაპზე, იგივე კითხვა მექნება ცხადია ბატონ ალექსანდრესთან, რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემად დღეს ოზურგეთში და რაიმე ხედვა თუ გაქვთ უკვე როგორ შეიძლება მისი გადაჭრა? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმო და მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ამასთან ერთად მე მინდა წარმატება უსრო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გვერდით ზიან. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ბატონმა მინდიამ სწორად აღნიშნა, განსაკუთრებით ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებზე გააკეთა კონცენტრაცია, რადგან მე დღესდღეობით ვარ მთელი ერის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა მერობის კანდიდატი და ჩემთვის ეს რა თქმა უნდა ერთი მხრივ როგორც პატივი არის, ასევე ძალიან დიდი გამოწვევა, რადგან ჩემი პოლიტიკური კარიერა იწყება ზუსტად აქედან ოზურგეთიდან. რაც შეეხება მთავარი პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ახალგაზრდების პრობლემა არის და საქმის და სამუშაო ადგილების პრობლემა არის, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მე რატომაც დავბრუნდი ოზურგეთში იმისთვის, რომ
ახალგაზრდა თაობას ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, პირველ რიგში ეს არის კორუფციასთან დაკავშირებული, რაც არ არის მხოლოდ ოზურგეთის პრობლემა, ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა და ამასთან ერთად არის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია გვაქვს, ევროკავშირში არ ხდება ესე, რომ მხოლოდ ერთი პარტია 13 წლის მანძილზე მუდმივად არის ძალაუფლებაში. იქ უნდა იყოს სხვა პარტიების ჩართული და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მე რატომაც ასეთ რთულ ბრძოლაში ვიღებ მონაწილეობას ასეთ ადრეულ ასაკში, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მრავალპარტიულობა იყოს, მრავალფეროვნება იყოს, რომ კონკურენციაში შევიდეთ იმ პარტიასთან, რომელსაც უკვე ეროვნული გეზი დიდი ხანია უკვე გადახვეული აქვს და ეს არის რეალურად მთავარი მიზეზი, რატომაც დავთანხმდი მე ამ შემოთავაზებას, მერობის კანდიდატობას და რატომაც ვაგრძელებ მუდმივად ამ ყველაფერთან მუშაობას. მთავარი არის კორუფცია, დასაქმების პრობლემა და რა თქმა უნდა პარტიული ლოიალობა, რაც აღინიშნება თითოეულ უბანში, თითოეულ დაშინებასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად მერიაში და საკრებულოებში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო მინდა ვისაუბრა, აქცენტი გააკეთა მეტად სოციალურ პრობლემებზე, ამაზე რა თქმა უნდა ბატონო ალექსანდრე და პლუს კორუფციაც ახსენა, თქვენ რა სიტყვით, რას დაასახელებდით მთავარ პრობლემად ოზურგეთისას და ხედვა როგორი გაქვთ კი ბატონო? განათლება, ეს გრძელვადიანი პროექტია, ყველა უბედურების სათავე რაც ჩვენ გვჭირს, ეს არის განათლება დღეს. მთლიანად საქართველოში განათლების პრობლემა. ყველა სფეროს აბსოლუტურად ეს იქნება ეკონომიკა, ეს იქნება მრეწველობა, პოლიტიკა თუ ნებისმიერი საკითხი უკავშირდება ამ განათლების პროცესებს. შემდეგ ეს შეიძლება ჩაიშალოს, ახლა არის ბევრი მოკლევადიანი პროექტები, გრძელვადიანი პროექტები, შემდეგ მოყვება ამას სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა, მიგრაცია, მოყვება ამას აი ქალაქის უსახკარო ძაღლების პრობლემა, როდესაც გარეთ ვერ გაივლის საღამოს და ადამიანს ეშინია უბრალოდ რომ დაბნელდება ქუჩაში გასვლა. იგივე მოპატიეთ, მაგრამ კანალიზაციის პრობლემები და ასეთი ყოფითი საკითხები ასეთები. შემდეგ ეს საკითხი თითქმის თანაბარ დონეზე დგას ყველა, მაგრამ ყველა სათავეშია განათლება. როდესაც განათლება არის ქვეყანაში, იქ დალაგებულია ნელ-ნელა ყველაფერი რა. ანუ არ გვაქვს განათლების დეფიციტი გვაქვს. და ეს მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი ამ 12-13 წლის განმავლობაში. გაუნათლებელი საზოგადოების მართვა არის ძალიან იოლი. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო მინდა თქვენ პრინციპში შეეხეთ სოფლის მეურნეობას, ნაკვეთებზე საუბრობდით და ამასთან დაკავშირებით არის ჩემი მეორე შეკითხვა, გურიის ეკონომიკაზე რო საუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება სოფლის მეურნეობა, იგივე თხილი, იგივე ჩაი. ამ მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე მოსაზრებები, კონკრეტული გეგმები და ამ კონტექსტში მცირე ბიზნესების, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა როგორ შეიძლება მოახერხოს, მაგალითად თქვენმა პარტიამ თუ ის იქნება ძლავრად მაგალითად ადგილობრივ ხელისუფლებას. ეხლა მე მაგალითად ჩემი სოფლის მაგალითზე გეტყვი, როგორც მე მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, ჩემი ხედვა გამაჩნია და იგივე იქნება ალბათ სხვა სოფლებიც, იქ თხილია, ის ციტრუსია თუ რაც არის, ეხლა ჩვენთან მაგალითად მერიაში არსებობდა გადამამუშავებელი წვენების ქარხანა რა. ხო და იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი დაიშალა, აღარ არსებობს ეს. ეს შემოსავლის წყარო. შემოსავლის წყარო იყო ერთ-ერთი გურიის ეს ძლიერი და ის ძლიერი სოფლები, ნატანები, შრომა, მერია ის დამოკიდებული იყო ამ ციტრუსთან მიმართებაში და ძლიერი სოფლები იყო. ფაქტიურად ხალხი მთლიანად იყო ამაზე დამოკიდებული და მათი შემოსავლები რა და დღეს ვატყობ რომ ხელისუფლება ამას აცდა რა, ხალხს უნდა დაეხმაროს დღეს ხელისუფლება, ამიტომ ხალხს არანაირი საშუალება არ გააჩნია, სიღარიბეა, უმუშევრობა, ბატონმა ახსენა კორუფციაც არსებობს ქვეყანაში, დიდი კორუფცია, მით უმეტეს ტელევიზორში უყურებთ რა ხდება, თუნდაც ხალხი 300 მილიონს და 150 მილიონს იპარავენ და ამას იპარავენ ხალხის პულს. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან იპარავენ ამ ფულს და ამათი ნახევარიც რომ მოხმარდეს ამ სოფლებს და ამ პრობლემას, კი ვხედავთ ეხლა დადიან ის ჩვენთან სოფელში არის მაგის სპეციფიკური მანქანები, რომლებიც წამლავენ ფაროსანებს, რაღაცა რომელიც აზიანებს ამ თხილს, მაგრამ შედეგი არ არის რა, შედეგი არ დგას, ის შედეგი რომ აი მეც მაქვს თხილი, მეც მაქვს ციტრუსი, მეც მაქვს საყანე ფართობები, რომელიცშიც ვერ შევდივარ ფიზიკურად, იმიტომ კი არა მუშაობა, მეც თვითონ მუშაობდი რა, ვიცი რა არის, თოხი, ბარი, ყველაფერი ვიცი აბსოლუტურად, როცა მქონდა მაგის საშუალება მუშაობდი, მაგრამ შედეგი არ იყო, იმიტომ რომ მოტანაძვირი იყო, საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, თხილი რომ მოაშენა ხალხმა,
ფაროსანა შემოესია, ფასი რომ მაღალი ქონდა, ფასი დავარდა. ამას ხან ხელოვნურად აკეთებენ თუ როგორ ხდება, მე მაგაზე ვერ გაგცემ ზუსტად პასუხს, მაგრამ ვიცი რომ როცა თხილს ფასი ქონდა, ახალგაზრდობა მოიბრუნა პირის სოფლისკენ და თვითონ ამუშავდა, მთელი ახალგაზრდობა მუშაობდა. და როცა სოფელში გაიხსნება გადამამუშავებელი ციტრუსის ქარხანა გაიხსნება და გლეხი მიიტანს იქ თავის მოსავალს და აიღებს, უკვე გლეხსაც მოუბრუნდება და ყველას მოუბრუნდება. ამიტომ ესაა მთავარი წყარო, რომ მთავრობამ უნდა დაეხმაროს ამ ხალხს და სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადოს, დიდი თანხები უნდა ჩადოს სოფლის მეურნეობაში, რომ სოფელი ფეხზე გამართოს. ასია თურქეთში. ამიტომ თურქეთი კი ბატონო, გასაგებია. წარმატებული ქვეყანა. იგივე სოფლის მეურნეობაზე არის ჩემი კითხვა თქვენს მიმართაც. ადგილობრივ მცირე ბიზნესებზე, ადგილობრივ ფერმერებზე, ჩვენს ჩაიზე, თხილზე, აი რომელთან დაკავშირებითაც პრობლემების მოგვარება ძალიან სურთ ხოლმე ჩვენს მოსახლეობას. კი ბატონო, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ სასოფლო სამეურნეო თემა უნდა არის რეალურად მთავარი პრიორიტეტი რეალურად ოზურგეთისთვის ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს. ეს არის რა თქმა უნდა მცირე ბიზნესთან დაკავშირებული, მე ვფიქრობ რომ მომავალი 4 წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მინიმუმ 50 მცირე ბიზნესის დაფინანსება მოახერხოს მერიამ, ეს არის ის ჩვენი დანაპირები, რასაც ვამბობთ. პროგრამა 1+1 ამასთან ერთად რომელიც ჩვენ გვაქვს პროგრამაში ჩაწერილი, რომ რაც შეიძლება მეტი თითოეულ მუნიციპალიტეტში აგრარული ცენტრი უნდა იყოს, რომელიც უფასოდ გაუწევს კონსულტაციას ფერმერებს და დაეხმარება იმ ტექნიკების შეძენაში, რომლებიც მათ სჭირდებათ, როგორც მაგალითად იმ საჭიროებებისთვის, რაც არის მაგალითად თხილი და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს მთავრობისთვის, ეგრეთ წოდებული მთავრობის ყოველ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი პრიორიტეტი. მათთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის call ცენტრები და ბიტკოინები, რომლითაც ისინი ცდილობენ გამდიდრდნენ და მერე თქვან რომ ისიც რა ეკონომიკა გავზარდეთ და სტატისტიკურად რომ მივყვეთ, ეკონომიკა მართლა იზრდება და მეორე მხრივ უფრო და უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი არის, რაც ლოგიკურად არ არის თანხმედრაში. რეალურად მთავარი მიზეზი რატომაც ეს არის, რომ მათთვის არ არის მთავარი სასოფლო სამეურნეო პროგრამები, მათთვის მთავარი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული აიღონ და მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი იყოს, ელემენტარული მიზეზის გამო, უფრო მეტი ადამიანის დაშინება შეძლონ. ეს არის რეალურად მათი მთავარი პრიორიტეტი და სასოფლო სამეურნეო თემები განსაკუთრებით ოზურგეთისთვის, რომელსაც მთაც აქვს, ზღვაც აქვს და ესეთა ძალიან ისეთ ადგილზე არის, სადაც ტურისტული წარმატება ძალიან დიდი შეიძლება ჰქონდეს ამ მუნიციპალიტეტს, ეს ყველაფერი მეორე ადგილზე არის გადაყვანილი ელემენტარული მიზეზის გამო. მათი მთავარი მიზანი ეს არ არის ხალხისთვის მუშაობა, მათი მთავარი მიზანი არის ის 20-25 ოჯახისთვის ზრუნვა, რომლებიც რეალურად მთავრობაში არის. გასაგებია, მადლობა. ბატონო, იგივე კითხვა მაქვს თქვენთანაც დაკავშირებული სოფლის მეურნეობას. სოფლის მეურნეობას რაც შეეხება, ესა ძალიან გლობალური პრობლემაა ჩვენი. იცით რა შეასაქმე? აი, რატო ხმება თხილი, რატო ხმება ციტრუსი, რატო არ არის ის მოსავალი და ის ხარისხი, რაც იყო წლების განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ აქ არის ნიადაგები არის დაავადებული რამოდენიმე სოკოს სახეობით. ამასო ჩვენ გვაქვს საუკეთესო ლაბორატორია ანასეულზე, სადაც შეიძლება მიწის სიმჯების აღება, რა გვჭირს, ამას უნდა უბრალოდ კეთილი ნება. ამიტომ ოზურგეთში უნდა იყოს აუცილებლად დაგეგმარების სამსახური, რომელიც დააგეგმარებს ამას ყველაფერს, რომელ სოფელში რანაირად. ახლა მაპატიეთ, მაგრამ რამდენი IP და რამდენი ხარჯი არსებობს, აუცილებლად ყველა სოფელს ან მინიმუმ 2-ს მაინც უნდა ყავდეს მეცხოველეობის განვითარების მიზნით ვეტერინარი და უნდა იყოს სწავლული აგრონომი, რომ ეს პრობლემები იქნას შესწავლილი. და რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას ეს ყველაფერი, აი აქედან უნდა დავიწყოთ ამ პრობლემასთან მიდგომა ჩვენ. აი რატო ხმება? ვიცი 10, 15, 20%-იც შრომაში, ნატანებში, ნაგომაში თხილი ხმება. და მოსავალს არ იძლევა, რაც მოდის, ისიც უხარისხოა. ამიტომ შესწავლა უნდა ამას უნდა რაღაც სტრატეგია უნდა იმიტომ ყურის ძირში გვაქვს აგერ უმაგრესი ლაბორატორია და ამისთვის დიდი მადლობა იმ კოლექტივ თლიანად სხვა სამეგრელოდან ჩამოდიან და ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდიან რაიონებიდან, რომ ჩვენ აგერ გვაქვს და არ ვაკეთებთ ამას რა. უბრალოდ ეს რომ დაუფინანსოს გლეხს, აი ერთი ბარი მიწა ან რაც საჭიროა იქ ნიადაგის ანალიზისთვის და რა გვჭირს, ყველაფერი არსებობს, ეს რითიც შეიძლება მიწის მკურნალობა. და მოსავალიც გაიზრდება. გლეხი იძულებული გახდა რომ წავიდეს, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ ქნა.
ვერაფერი ვერ მოიყვანა, ვერაფერი ვერ გაყიდა. პლუს კიდე რა უნდა მოხდეს ახლა ორი სიტყვით ვიტყვი. ანუ ოზურგეთმა ამ დაგეგმარების სამსახურმა უნდა შეისწავლოს რისი მოყვანა შეიძლება ოზურგეთში და რა დეფიციტი. მერე შემოვიტანოთ ის დეფიციტი, ბატონო, ჯერ უნდა ვიცოდეთ, დავასაქმოთ ფლეხი, გავაფორმოთ მიკრო მეწარმეებად, არანაირ მეწარმე არსებობს მიკრომეწარმეები, ახლა არის 415 დადგენილება ამ მთავრობის მიკრომეწარმე, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისა. კი ბატონო, გასაგები. ძირითადად ასე უყურებს. კი, გასაგები არის. ინფრასტრუქტურაზეც უნდა ვიკითხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის დაკავშირებული ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან, ძირითად კომუნიკაციებთან, წყალთან, გზასთან და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით რას ფიქრობთ? რამდენი წვავია ეს პრობლემა, როგორ გგონიათ? და ამ მიმართულებას თვლით თუ არა პრიორიტეტად, თუნდაც ახალგაზრდების კონტექსტში, რომ ნაკლებად დატოვონ რეგიონი, თუნდაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, რომ აქაც მნიშვნელოვანი კომპონენტია გამართული ინფრასტრუქტურა. ეხლა წახნაც მოგახსენეთ, უბრალოდ მე ყოველთვის როგორც მაჟორიტარიდან ჩემი სოფლიდან გამომდინარე მინდა გესაუბროთ, რომ როგორც ყველა სოფელში, იქაც ჩემთან განსაკუთრებით დიდი პრობლემა არის წყლის პრობლემა. გზების პრობლემა. და ყველა ის პრობლემა, რაც სხვა სოფლებსაც აქვს ამავდროულად. ელემენტარული განათების პრობლემა, აი მეორე ხარისხოვანი გზების განათების პრობლემა, რომელიც არ არის ძნელი გადასაჭრელი, თუ კი მოინდომებდა ხელისუფლება. და რაც შეეხება იმას, რომ ჩავიხედე ბიუჯეტში 46 მილიონი გაიზარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტური ბიუჯეტი. და იქ მერია არ იყო გათვლილი, რომ მერიაში, ესე იგი მერიელები ჩემი სოფლის მოსახლეობა, მეც, ჩემი ოჯახი 2026 წელს უცხოოდ შევხვდებით. და მე კიდევ და კიდევ პირდები ჩემ სოფელს, რომ თუ ისინი მე მანდობენ ამ მანდატს და მათი ხმა გავხდები, ვაიძულებ ხელისუფლებას, რომ გამოძებნოს ის თანხები და დაჩქარებულად გაკეთდეს, როგორც ცენტრალური სოფელი არის მერია. მერიამ გამოყვება დიდი პროექტები. ბანი თუნდაც იქედან გავიდა ყველაფერი, ეს სახელმწიფომ შეისრულა მერიის შემოსავლები ფაქტიურად. მე სხვას არაფერს არ ვამბობ. ამიტომ ვალდებულია სახელმწიფო ჩემ სოფელს დაეხმაროს, თუნდაც ცენტრალური ბიუჯეტიდან, იმიტომ იქ იყო აეროპორტი, მე ისეთი ამბიციური გეგმა მაქვს, რომ როცა გამგებლობის კანდიდატი ვიყავი, დაზუსტები მქონდა ყველაფერი გავხდი, აეროპორტიც უნდა ამუშავდეს, იმიტომ ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ უნდა დაჩქარდეს, რომ ჩვენი რაიონი განვითარდეს უფრო მეტად და მით უმეტეს ჩემი სოფელი, რომელიც ასე ცენტრალური სოფელია. ესე იგი, როცა გაზის პრობლემა იყო მერიაში, ბოლოს გაიყვანეს მაინც გაზი, სხვა სოფლებში გაიყვანეს. მე არ მაქვს პრობლემა, ყველა სოფელი იყოს კარგად, მაგრამ მეც მინდა რომ დღეს მაგალითად ვატყობ, რომ სოფლებს ანიჭებენ პრიორიტეტს. არის სოფლები, სადაც 4 მილიონს რიცხავენ, არის სოფლები, სადაც 1,5 მილიონს რიცხავენ, მაგრამ ჩემ სოფელში ესეთი რამე არ მოხდა. უბრალოდ რაღაცები კეთება, კი აქტიურად არიან იქ ადგილობრივი ხელმძღვანელები, დეპუტატი არის თუ ის გამგებელი არის ჩართული ამ პროცესში, მაგრამ აქ არის ფაქტიურად საჩხუბარი რა ამ ცენტრალურ ადგილობრივ ხელისუფლებას და უნდა თუ მანდობს ჩემი ხალხი ამ ხმას, მე მათ დავანახვებ როგორ უნდა საქმის გაკეთება და შევძლებ ყველაფერ ამის გადაჭრას. დაგიბრუნდებით ისე, თქვენ ინფრასტრუქტურა არის ჩემი მომდევნო კითხვა იგივე ცხადია. მე უკვე რაც დავიწყე რეალურად კამპანია ჩემს გუნდთან ერთად არაერთ სოფელში ვიყავი უკვე და არაერთ სოფელს ვერ სტუმრე და მათ მოსახლეობას და რეალურად ზუსტად ეს არის პრობლემა ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებით ყველაზე მეტად რაზეც ჩივის ხალხი ეს არის წყალი. და ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი 2025 წელს ქვეყანა რომლის ლიდერებიც ამბობენ რომ ჩვენ ევროკავშირის წევრებს უსწრებთ ძალიან ბევრ ამაში, ესეთი ქვეყანა, ასეთ ქვეყანას 2025 წელს წყლის პრობლემები აქვს. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, მე ვფიქრობ და ამასთან ერთად არის რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც ერთი კონკრეტული გზა აშენდება 3-6 თვის შემდეგ, 1 წლის შემდეგ ის თავიდან არის გასაკეთებელი. არის მაგალითად კოსტავას ქუჩა, რომელიც კილომეტრნახევრიანი არის და 8 მილიონი არის გამოყოფილი, ჯერჯერობით კიდევ არ დასრულებული, როგორც იცი. ამიტომ ძალიან დიდი პრობლემები არის ეს ყველაფერი. მე მაინც ვფიქრობ, რაზეც ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან დიდი კორუფცია. ეს ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად რომ შუა
ფენის წარმომადგენლები არ იყვნენ და იყოს მხოლოდ ელიტარული და დაბალი ფენა და ეს ყველაფერი არის თავარი პრობლემა, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს წყალი, ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს გზა გაკეთებული და ძალიან ბევრი პრობლემა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი პრიორიტეტი, რაც უნდა იყოს ზოგადად მერიისთვის, რომ ელემენტარული წყალი იყოს მინიმუმ 80%-ისთვის მაინც პირველი 2 წლის მანძილზე, რაც თავისუფლად არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიუჯეტი არის ასე გაზრდილი. კი თუ არის ეს ფული სადმინდის. ამაზე პასუხი მე სამწუხაროდ ჯერჯერობით არ მაქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე ამ გზით და რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეწოდოს წყალი პირველივე დღიდან, როდესაც მერია დაიწყებს მუშაობას. კი ბატონო, დიდი მადლობა. იგივე კითხვა მაქვს ხადია თქვენთან ბატონო. ინფრასტრუქტურა და თქვენი ხედვები, ანუ რამდენად ფიქრობთ, რომ მართლაც ყველაზე მწვავე პრობლემა არის ჩვენი რესპონდენტების, მაგალითად ეს კითხვა არ მოგვიტანია არსაიდან, რესპონდენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ აი გვჭირდება სოფელში გამართული ინფრასტრუქტურა. კი, ყველა სოფელს ჭირდება, რა თქმა უნდა, გამართული ინფრასტრუქტურა, აუცილებელია სოფლისთვის. მაგრამ ეს იმხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეს ისეთ პროფესიონალებთან არის დაკავშირებული, ყველა სოფელში უნდა გაკეთდეს აი წყალშემკრებები, აი ბასეინები რო ქვია და ახლა მაგალითად მე რამოდენიმე სოფელი ვიცი, აი სადაც ნარუჯაში გაკეთდა, რამოდენიმე წლის უკან კიდე ლაითორში გაკეთდა, ეს სოფლიო განვითარების ფონდთან ერთად ან რაღაც დონორ ორგანიზაციებთან ერთად უნდა იქნას მოძიებული, ეს ხარჯები უნდა იქნას დათვლილი, პროფესიონალები უნდა იყოს ჩაყენებული საქმის ყურში და როდესაც ეს ყველაფერი აღრიცხვა მოხდება, შემდეგ უნდა მოხდეს ნელ-ნელა დაწყება, გინდაც ლოტოდრომის პრინციპით, გინდაც ისე გაჭირვების და ამის მიხედვით, რომ ყველა სოფელში დაიწყოს ეს გაკეთება. სოფელი კი არა, ქალაქშიც ისეა ახლა დღეს სიტუაცია, რომ ერთ დღეს გაკეთდება, მეორე დღეს ისევ ამოდის. ანუ ძველია ის სისტემა და იძულებულია თვითონ ვინც მოდის ახლა იქ გასაკეთებლად, ადგეს და ხის ჯოხები გაარჭონ იმაში ტრუბაში, რომ გააჩერონ წყალი და მერე ვიწაიყრება და მერე ის დროთა განმავლობაში ყება ის და შემდეგ ისევ ამოდის წყალი. ახლა მარტო წყალზე რო ვილაპარაკოთ, ასეა და დანარჩენი ინფრასტრუქტურაში იმდენი რამეა, რომ რა ვიცი, ალბათ ფორმატი როგორც მოგწევს ფორმატის საშუალებას ხო დაამატეს და ეს 46 მილიონი ხო დაამატეს 90 მილიონი და 80% გაიზარდა ლარია ოზურგეთის ბიუჯეტი 90 მილიონ 700,000 ლარი გახდა ოზურგეთის ბიუჯეტი და კაი ადამიანები ვართ ყველა ეხლა იმ ხელა თანხა ეს არ ამგონია რომ ეს მოქალაქეებს რა კითხვა მაქვს იცით თუ თქვენ გაიმარჯვებთ ნებისმიერ თქვენგან იქნებით ცხადია მოქალაქეების ხმა ადგილობრივ დონეზე თუმცა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან როგორც თქვენ იმ ადამიანებთან ვინც ხმა მოგცეს ან არ მოგცეს მოკლედ აუდიტორიასთან კავშირი მუდმივად და მათთან კომუნიკაცია როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მეტად უზრუნველყოფილი იყოს მომდევნო 4 წლის მანძილზე თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ის რომ მოსახლეობა მეტად ჩართული იყოს ადგილობრივ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და არ იყოს რაღაცნაირად მოწყვეტილი აი ამ ვერტიკალს ხელისუფლებას. კი ბატონო, გეტყვით. ეხლა სანამ აქ მოვიდოდი, მაგალითად ჩემი სოფლის მოსახლეობა ბევრი შემხვდა და ყველა ზოგი რას მაბარებდა თავის გულის ტკივილს. რა, უპირველესი ჩემ სოფელს ჭირდება წყალი. და მოკლედ გეტყვით ეხლა პირდაპირ აი მოსახლეობა რო ჩაერთოს ამ ყველაფერში უფრო მეტად აი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა ჩააყენოს საქმის ყურში ეს ადამიანები მაცხოვრებლები იქ როცა ბიუჯეტიდან სოფლებზე თანხები ირიცხება რა უნდა გაკეთდეს პრიორიტეტი რა იქნება უბრალოდ ეგეთი პრინციპი დამკვიდრდა დაუძახებენ მოსახლეობას ეუბნებიან რომ აი თქვენ რაც გინდა ის გაკეთება მაგრამ აკეთებენ იმას რაც გეგმაში აქვთ მათ იქნება მე არ მჭირდება იმის გაკეთება, მინდა სხვა რამის გაკეთება, ხო? აუცილებელია ჩვენი სოფლისთვის წყალი არის პირველი რაღაცა, რაც ნიადაგსაც ჭირდება და ყველაფერს ჭირდება, ხო? მე შიდაგზები ყველგან, ეხლა ეს ფასადური ყველაფერი, ეს მოდის ძველი დროიდან, ფასადურად გაკეთება ყველაფერის. თავარი გზა, რა თქმა უნდა, კარგია, ისიც არ არის ბოლომდე განათებული ჩვენ სოფელში, აი, რო გითხრათ სიმართლე. მეორე ხარისხოვანი გზები, შიდაგზები და თან ამ გზების ისე გაკეთება, რომ ის 3-4 წელიწადში არ გამოვიდეს წყობრიდან, რა. უბრალოდ გული მწყდება, იცით რაზე მწყდება გული, აი, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე წინა ხელისუფლების დროს როგორ ოპოზიციაში ვიყავი და რეპრესირებული მქვია და რა ვიცი 1000 უბედურება გადავიტანე, მაგრამ
როს შევხედე ახლა აი წინა ხელისუფლების დროს დაგებულ ძველ გზას ის უფრო განვერია, უფრო მეტი კომფორტულია და დღემდე შემორჩენილია რა. ამიტომ აკლია აი ოცნებას დღეს და მის ხელისუფლებას აკლია აი სიმკაცრი აკლია ამ ხრივ ძალიან ლოიალურები არიან როცა შემსრულებელი საქმეს აკეთებს. არ ვიცი ახლა ან გარიგებაში არიან, აი ბატონმა თქვა ან კორუფციაში არიან ჩართული, არ ვიცი, მაგას როცა გავხდები დეპუტატი, პირადად გავაკონტროლებ ყველას, ვინ ჩემს სოფელში რამეს ტენდერს მოიგებს თუ რასაც გააკეთებს, მარტო მე კი არა. მთელი სოფლის მოსახლეობას დაუძახებ და ეხლა კანონის ისეთია, რომ სოფლის გამგებელს მგონი ის ირჩევს რა, თვითონ გამგებელი ნიშნავს, მაგრამ ნუ რას უკაცრავად. სოფელი დადგება ფეხზე, ვინც უნდა სოფელს აერჩევს იმას რაიონის გამგებელი. აგერ ერთი ბატონი ბრძანდება, მინდა რომ იცოდეთ, წარმატებას გისურვებთ თუ თქვენ გახდებით ჩვენი რაიონის გამგებელი. იცოდეთ აქედან რომ ჩვენ სოფელში მე თუ გავხდი დეპუტატი, ჩემ ხალხთან ერთად მოგცემთ კანდიდატურას უმრავლესობა ვისაც გადაწყვეტს და ის უნდა დანიშნოთ. უკიდურეს შემთხვევაში სულ კონფლიქტი გვექნება და სულ დაძაბულობა ურთიერთობაში. მოსახლეობის ჩართულობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ხშირად გვაქვს ხოლმე მაგალითები ინტენსიური საარჩევნო კამპანიის შემდეგ რაღაცნაირად არჩეული პირები მოწყდებიან ხოლმე ხალხის ინტერესებს და მათთან ურთიერთობის მნიშვნელოვან ფორმებს. თქვენ როგორ გონიათ, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ეს კავშირი, შეინარჩუნოთ და როგორ აპირებთ ხალხის ინტერესების და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად ასახვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? კი ბატონო, მე ვფიქრობ, თავარი რაც უნდა გააკეთდეს, ეს არის საკრებულოს ფუნქციის გაზრდა, მისი ავტორიტეტის გაზრდა, არ უნდა იყოს მთლიანად მორჩილი მერიასთან და რეალურად მე რასაც ვფიქრობ, უნდა იყოს მერიასა და საკრებულოს შორის უნდა იყოს ძალაუფლების შტოების ბალანსი და კონტროლი. ეს არის იდეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში რაზეც ვამბობთ კორუფცია, ეს ყველაფერი იყოს გაკონტროლებადი. მეორე მხრივ, რაც შეეხება მერს და ზოგადად ადგილობრივ მოსახლეობასთან კავშირს, რეალურად მე რაც ვნახე, დღევანდელი მერი რეალურად რასაც აკეთებს, არის ის, რომ ის ხვდება მოსახლეობას, მაგრამ ხვდება მხოლოდ იმ წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იცის თვითონ, რომ მის მიმართ არიან ლოიალურად განწყობილი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მე მინდა ვთქვა რა. მე ყველაზე მეტად მახსენება ჩემთვის პირადად რაც იყო ყველაზე მეტად მგრძნობიარე თემა, იყო 9 აპრილს, ამ წელს 9 აპრილს, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ როგორც 9 აპრილს მაშინ იყო უცხო ძალა, ისე არის დღეს ვინც დგას ქუჩაში, ისინიც უცხო ძალის წარმომადგენლები არიან. ეს არის რეალურად დღევანდელი პრობლემა, რასაც ხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ როდესაც ხარ არჩეული, ჩემი პირადი აზრით, შენ არ ხარ არჩეული მხოლოდ კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს, შენ უნდა იყო მაგალითად მერი, არა მხოლოდ ერთი პარტიის, არა მხოლოდ იმ ნაწილის, რომელმაც მოგცა ხმა, არამედ მერი უნდა იყო ყველასი. და მე მაქსიმალურად გავაკეთებ, ეს არის ის მიზეზი, რატომაც მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი პარტია იქნება ხელისუფლებაში და მმართველობაში ჩართული, მით უკეთესი არის იმისთვის, რომ კონკურენცია გაიზარდოს და ამასთან ერთად ეფექტიანი იყოს. კი, რა თქმა უნდა, აი ძალაუფლებათა შტოების კონტროლი და ბალანსი რაც ვთქვი და რაც თავარია, უნდა იყოს მუშაობა ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანთან მინიმუმ ერთხელმანს თვეში უნდა იყოს მოსახლეობასთან შეხვედრა. ნებისმიერ ადამიანთან განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა თუ შეხედულებისა. კი ბატონო, იგივე კითხვა მაქვს თქვენთან, რაც ეხება მოსახლეობის ჩართულობას და მათ კავშირს რაღაცნაირად ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გასაგები. აქ მოსახლეობის ჩართულობას რაც შეეხება, აქ უკვე კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ არსებობს ასეთი კანონი, უნდა ამას ამოქმედება, ანუ დელეგირებული უფლება მოვალეობები. უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია, დეცენტრალიზაცია, ანუ ცენტრთან არის ახლა ყველაფერი ასოცირებული, არა და სინამდვილეში მთავარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში, რომ ცენტრმა პარლამენტი ხებულობს მხოლოდ კანონს, მოაწოდოს ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულებს, მოაწოდოს ეს დელეგირებული უფლებები, ეს გულისხმობს მიწას და ქონებას, რაც არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ყველა შემოსავალი, რაც აქედან შემოდის, მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და ძირითადად ტრანსფერზეა ყველაფერი აქ, ტრანსფერზე და სინამდვილეში ცენტრალურ ხელისუფლებას
მხოლოდ იმ ნაწილის გაკონტროლების უფლება აქვს ფინანსურად, რაც ტრანსფერით მოდის და არა ის, რაც ადგილზე არის და რაც ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა წამოიღოს. ძალიან მეოლია ასე რა, მართლა რაიონის თუ კი ადგილზე არ მუშაობს, თუ კი ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობა არ მუშაობს და არ არსებობს, ჩათვალეთ, რომ იმ რაიონში არაფერი არ იქნება არასოდეს. ამიტომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობა საერთოდ ეს ჩვენი პარტიის ვერტიკალია რა და ეს ზედმიწევნით კარგად ვიცი ეს თემა არ გვეყოფა ჩვენ აქ დრო ახლა მაგას სასაუბრობთ, მაგრამ ვამბობ რომ აი დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ყველაფრის, ანუ მუნიციპალიტეტი ითხოვს ზემდგომისგან, რომ აი რა შეუძლია მას, იმის მიხედვით მოაქვს ის ქონება, ის მიწა, ის ყველაფერი უნდა იყოს დათვლილი, ფორმულა ასეთია, უნდა იყოს დათვლილი, აი ეს სასარგებლო მუშახელი, რომელიც დღეს სამწუხაროდ არ არის ასაკის დამმიხედვით ძირითადი ძალა წასულია საზღვარგარეთ, ეს ხალხი უნდა იყოს ჩართული ყველანაირ პროცესში. უნდა იცოდეს კონსტიტუცია, უნდა იცოდეს რისი უფლება, ყველაფრის უფლება, შეუძლია საკრებულოს ხომას დაესწროს, შეუძლია ნებისმიერ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ამის მიტანაც მოსახლეობამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი განხილვებიც, კი ბატონო. აუცილებლად. კი ბატონო. ბოლო კითხვა მაქვს თითოეულ თქვენგანთან, კი ბატონო, როგორც თქვენ გნებავთ, რას ეტყოდით მოსახლეობას, რატომ უნდა აგირჩიონ, რატომ უნდა მოგცენ ხმა, როგორ შეაჯამებდით ჩვენ საუბარს და ზოგადად რა გაქვთ სათქმელი ზოგადი ფორმით უკვე ამორჩეულთან და მოსახლეობასთან და ასევე საინტერესო იქნება როგორ წარმოგიდგენიათ ოზურგეთი მართლაც აი ამ საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ 4 წლის შემდეგ თუ თქვენ და თქვენს პარტიას ექნება გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების საშუალება გამარჯვების საფუძვლით. რა თქმა უნდა მიმართავ ჩემი რაიონის მოსახლეობას, როგორც ჩემი სოფლის მაჟორიტარი კანდიდატი, ასევე პარტიის პირველი სიის ნომერი, ასევე მე მყავს ძალიან კარგი ბიჭი, კარგი ვაჟკაცი კაცი, კახა გუნბანი მეორე ნომერი პარტიის, რომელიც იქნება სვანების ხმა საკრებულოში. განსაკუთრებულად მინდა სვანებმა მოისმინოს ჩემი საუბარი, რომელიც არის მართლაც აი თავგადადებული ბიჭი ჩვენი რაიონისთვის, აი ჩვენ ორთავე თავის დროზე ქართული ოცნების დიდი ხუვარი მხარ დაბჭერი ვიყავით თქვენ დამეთანხმებით 2012 წელს პირადად მე ლანჩხუთში დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი მოხსენი კანდიდატურა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. იცი რატო რომ ოპოზიცია ყოფილიყო ერთიანი. მათი თხოვნით, განაჩემი სურვილით, მათი თხოვნით რომ იქ სერიოზული პრობლემები ექნებოდათ. ასევე კახაც და როდესაც მაშინ ისეთი სიტუაცია იყო და სოფელში აი პირველი ქართული ოცნების დროსაც ჩვენ შევიტანით და ბოლოს ისე აღმოჩნდა როგორც მე ისე კახაც მოკლედ ჩაანაცვლენ ჩვენი ადგილები ისევე ნაციონალები ჩაანაცვლენ და დღესაც გრძელდება ეს რა. ეს არის ძალიან მიუღებელი თემა და მე ყოველთვის მგონია რომ ქართული ოცნება და ნაციონალები რაღაც თამაშს თამაშობენ რა. არ ვიცი ეს ვისი შეკვეთა, ვინ აკეთებს ამას, რატო აკეთებს. იმიტომ ის ხალხი, აი ბევრი ხალხი, აი ეხლა არ მინდა გამომჩეს ვინმე რა. ბევრი ხალხი, რომელიც ქართული ოცნების მოყვანაში ვიყავით ჩართული ჩვენ, ბევრი ხალხი დღეს არის აი უყურადღებოთ არის, აი იმას არ ვამბობ რომ ვიღაცასთვის ან ფული უნდა მიეცა ან რაღაცა ელემენტარული ყურადღების ქვეშაც არ არიან. აი არის კიდე აი სტიქია რო იყო ხალხი, აი ფიქრობდი რომ სტიქიაზეც ვილაპარაკებდი ჩვენ. აი სტიქია რო იყო აი სოფლებში ახლა მაგალითად ბევრი ხალხი დარჩა უყურადღებოთ. მე პირადად ახლა არა დასამალი აქვს რომ მე პირადად ჩემი ოჯახით დაზარავდა და მე მადლობელი ვარ მთავრობის რომ კომისია გამოგზავნა, კომისიამ შეაფასა და მე პირადად იმ თანხას მერიცხავე რომ სახურავი შეცვალოს ჩემმა მშობლებმა სოფელში რა. მაგრამ დარჩა ძალიან ბევრი ოჯახი რა ჩემ სოფელში და მე ყველას ვპირდები რომ ჩემი დეპუტატობის დროს არ დარჩება არც ერთი ადამიანი რომელსაც კომისია შეაფასებს და ჩათვლის საჭიროდ, აი პირველ რიგში მაღაზე ვიზრუნებ რა რომ არ დაიჩაგოს ჩემი სოფლის მოსახლეობა და ასევე მთელი სოფლები. აი თუ ჩვენი პარტია აქ მიაღწევს წარმატებას, ასევე ძალიან ბევრი პროგრამები აქვს, ჩვენ ახლა მაგის ჩამოთვლას დრო არ გვექნება, მაგრამ ძირითადად გეტყვით ახლა ერთ რაღაცას, აი პატრიოტთა ალიანსი დღეს არის ის ძალა, რომელსაც უნდა გაყვეს ქართველი ხალხი
და ამ დაძაბულობაში შესული ჩვენი ორთავე მხარე უნდა გამოვიყვანოთ ამ სიტუაციიდან. იმიტომ თავისუფლზე პატრიოტთა ალიანსმა დიდი როლი ითამაშა ივანიშვილის მოყვანაში ხელისუფლებაში და ასევე დიდი როლი უნდა ითამაშოს მშვიდობის დამყარებაში, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა, მე ეს არ მინდა, მაგრამ მიმართავ ჩემი რაიონს და ყველას მიმართავ, რომ თუ ძველებურად ჩაატარეს არჩევნები, აი, მე არ ვამბობ, რომ ვინმე მით ჩაყარახმები, ანუ ვიღაცამ აი ტექნიკური გაყალბება მოხდა, რასაც მე უშუალოდ უყურებდი და რაც მაქვს ინფორმაციები, აი, ამის ყველაფერი მაქვს, ჩანაწერები ყველაფერი მაქვს, უბრალოდ არ მინდა ამის გასაჯაროება. მინდა რომ ჩატარდეს ღირსეული არჩევნები. ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომ არავის არ დარჩეს მოდავე, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. და თუ ეს არჩევნები კიდევ ისე ჩაატარეს, მე არ მომცეს ის ხმა, თქვენ ძალიან კარგად 2014 წელს მე ჩემი სოფელი მოვიგე 2014 წელს ოცნებას მოვიგე. რაიონში მივიღე 2500 ხმა 10% ხმების. და ამიტომ როდის გიხდით ერთ სულ მოიკლება იმას გეტყვით, რომ მოიგებს ოცნება, მოიგებს ალალი იყოს, მოიგოს. გააყალბებს არჩევნებს. მთელი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვა. მე არ ვიცი ახლა ქალბატონი იმას და ბატონი თახალმოურავის თვითონ პირადად ას გადაწყვეტენ, მაგრამ ბევრი პატრიოტი ბიჭები, აი ბევრი ვაჟკაცი ხალხი გამოვა ქუჩაში, ნაციონალებს გვერდზე გადავწევთ და აი ქართულ დროშას ხელში დავიკავეთ და მშვიდობიანი გზით მოვახდეთ ამ ხელისუფლების დემონტაჟს რა. ესაა ჩემი ბოლოს. მადლობა და თქვენ ხელმოხს იგივე შეჯამების თხოვნა და რაღაცა ხედვაც ამ საარჩევნო წლების დასრულების შემდეგ რუბით. კი ბატონო, მე ბევრს აღარ გავაგრძელებ იმასთან დაკავშირებით, რაც იყო ჩემი თავარი პირობა, რომ ოზურგეთი ჩემი არჩევის შემთხვევაში იქნება მთელი ერის მასშტაბით ყველაზე მეტად ცარიელი კორუფციისგან. მე დაახლოებით 1 წელია დაბრუნებული ვარ ევროპიდან, სადაც განათლებას ვიღებდი და მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა იყოს განვითარებული ქვეყანა, როგორ უნდა იყოს გამჭვირვალეობა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში და ამ ყველაფერთან ერთად როგორ უნდა განვითარდეს ის მუნიციპალიტეტი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის. ამიტომ პირველ რიგში მე რაც წარმომედგენია 4 წლის თავზე, კიდევ ერთი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ტურიზმის განვითარება, რადგან ტურიზმი არის რეალურად რაც ყველაზე მეტად ეკონომიკას დაეხმარება. მთავარი რაც მინდა ცოტა განზოგადებით რომ თქვა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ ადამიანებთან, რომლებიც გვერდში მიდგანან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორ უნდა იმუშაონ ოზურგეთში და ძალიან ბევრი ადამიანი ოზურგეთში მას ძალიან კარგად იცნობს. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო არა მხოლოდ ჩემი პარტიის წარმომადგენელთა მერი, არამედ მთელი ოზურგეთის. და ბოლო სიტყვა რაც მინდა ვთქვა, მე ძალიან მინდა ვთხოვო ოზურგეთელებს ერთი რამ, რომ არ მიცეთ იმ რეჟიმს ხმა, რომელიც ოკუპანტებისთვის მზად არის, რომ მოიხატოს ბოდიში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და თქვენ ბატონ გია გისმენთ. ესე იგი 4 წელი, ხო? 4 წელი ახლა მე როგორც წარმომადგენელი და საერთოდ ჩემ პარტიასაც როგორ წარმომადგენელი დაახლოებით ვიცი და გეტყვით მოგახსენებთ. ჩვენ შევეცდებით რომ დავძრათ ეს ყველა გრძელვადიანი პროექტი. რაღაც საფუძველი ჩააყაროს, რაღაც ბაზა შევქმნათ ყველაფერი, რომ პრიორიტეტების მიხედვით. პრიორიტეტი ნომერი პირველი ჩემთვის იყო და იქნება განათლება. ოზურგეთში იყო ჯავახიშვილის ფილიალი. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ფილიალი დაბრუნდეს. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბეჭდვითი მედია და ტელემედია იყოს გამართული და არ იყოს მარტო თქვენ, იყოს სხვაებიც, იყოს კონკურენცია და არ შეეშინდეს ჟურნალის, ოპერატორს, ქუჩაში გასვლა, გადაღება. იცით, ეს ხიდი ჩატეხილია მოსახლეობასთან, რეპორტაჟები არ კეთდება სოფლებიდან, სოფელში არავინ არ შედის, ვერ შედის, ზოგან საშუალება არ არის, არაფერი. ეს პრობლემა, როდესაც ეს ბალანსი აღდგება მოსახლეობას და ანუ თქვენ მიგაქვთ მოსახლეობასთან ეს ყველაფერი, გავდივართ ეთერში, გადის ბეჭდვითი მედია, ჩვენ ვიცით ახლა რა მედიას გვაქვს რა, ბეჭდვითი ივსება ბიუჯეტი, ნეკროლოგებით, რაღაცა ესეთი სენსაციები თუ მოხდა ღმერთმაგნას კეთილი გაგებით იყოს ეს ყველაფერი. მე ვიტყოდი რომ ადგილობრივი მედია ჩვენ ძალიან კარგი ყავს, დავძენდი ამას, მაგრამ დაგეთანხმებით იმაში, რომ ფინანსური სიზნელები მათავ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად. პლუს სოფლის მეურნეობაში იქნება ეს კიდე ნახტომები, იქნება ტურიზმი, ეს იქნება ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები იქნება
კომუნიკაცია გვექნება ყველა საზღვარგარეთში წარმატებულ ადამიანთან, განსაკუთრებით გურულებთან და ყავს ასეთები არის დედაქალაქშიც გვექნება ექიმებთან, ადვოკატებთან, მსახიობებთან, ჟურნალისტებთან ასეთი კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, რომ მასტერკლასები ჩაატარონ აქ, რაღაცა გინდაც მედიცინის სფეროში, გინდაც იურიდიულ სფეროში, გინდაც ნებისმიერ ყველაფერში აი ეს და რაღაც შედეგებამდე მიგვიყვანს ეს აუცილებლად. და მთავარი რა არის ახლა, ხო არა, ცოტა მთავარი რა არის, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება, აი საერთოდ სიბზნეს ციგნის პირველი თავი არის პატიოსნება. აი ეს პატიოსნება უნდა დაინერგოს, პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. სამივე ერთად შეხამებული, ამისთვის ვიბრძოლებთ ყველანაირად და როდესაც ეს უკვე გამართული იქნება და სუფთა ადამიანი იქნება საკონსულო სამსახურში, ნელ-ნელა ის უკვე იგივე თვითმმართველობაში ყველაფერში ჩაბმული როცა იქნება და ის ნელ-ნელა ამუშავდება, ქვეყანა ამუშავდება. ჩვენ ახლა ვართ რაღაც ერდონეზე გაჩერებულები და ქვევით მივდივართ და არა ზევით. გასაგები, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი ცხადია მოსვლისთვის, საინტერესო დიალოგისთვის, საინტერესო პოზიციებისთვის და მაყურებელს კვლავ ვეტყვი, რომ ჩვენი გადაცემის ნომრები გახდნენ 8 ნომერი ბატონი მინდია კეჭაყმაძე პატრიოტთა ალიანსის ის პირველი ნომერი ოზურგეთში, ნომერი 9 გიორგი ბოლქვაძე პარტია ლელო ძლიერი საქართველოს პარტიული სიის მეორე ნომერი და ბატონი ალექსანდრე მენაბდე ნომერი 25 პარტია გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ოზურგეთში. კიდევ ერთხელ მადლობა, ასევე დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, მომავალ შეხვედრამდე.